სიცოცხლის გადამრჩენ დარგზე, ინტერვენციულ კარდიოლოგიაზე ვისაუბრებთ ორ გამორჩეულ სპეციალისტთან ერთად. ჩვენთან ერთად არის ისმეთ მიქელაძე დინდარი, კარდიოლოგი, პროფესორი, მალტეპე უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მრავალი წლის გამოცდილებითა და აქტიური კლინიკური პრაქტიკით. პროფესორი მიქელაძე დინდარი დღეს გაგვიზიარებს თურქეთისა და საერთაშორისო გამოცდილებას ინტერვენციულ მედიცინაში. და ასევე სტუდიაში არის ჩვენთან ერთად პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი, ჩაფიცის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სწორედ ბატონი ალექსანდრე გაგვიზიარებს ქართულ გამოცდილებას, უახლეს ტექნოლოგიებსა და იმ სტანდარტებს, რომლებიც დღეს გულის გადაუდებელ მკურნალობაში გამოიყენება. მოგესალმებით. მადლობა, რომ ხართ დღეს ჯანდაცვის სტანდარტის სტუმრები. კაი ხარით. მოგესალმებით, მადლობა რომ მოგვიწვიეთ. ჩვენთვის დიდი პატივია, ბატონო ისმეთ. მით უმეტეს ერთად შეხვედრა ბატონო ისმეთთან. ძალიან დიდი მადლობა მართლა, ჩემთვის ზეიმია საქართველოში. დამპატიჟეთ. როდის დამიძახებთ, ისე იმით ჩამოვა სირბილით. ისმეთ მიქელაძე დინდარი დაიბადა თურქეთში, ორდუს პროვინციის ფაცას რაიონში. მიქელაძე დინდარი თურქეთში გადასახლებული ოჯახის მეოთხე თაობა. 1979 წელს ისმეთმა დაამთავრა ქალაქ ერზრუმის ატათურქის უნივერსიტეტი და მიიღო ექიმის დიპლომი. 1984 წელს იმავე უნივერსიტეტში გახდა შინაგანი მედიცინის სპეციალისტი. 1987 წელს კი დაიწყო მუშაობა სტამბოლის ქოშოიულუს გულის საავადმყოფოში ექიმ-კარდიოლოგად. 2000 წლამდე იმავე საავადმყოფოში იყო კლინიკური დირექტორისა და მთავარი ქირურგის თანაშემწე. 1993 წელს მიიღო ასოცირებული პროფესორის წოდება, ხოლო 2001 წელს დაინიშნა პროფესორად სტამბოლის მალტეპეს უნივერსიტეტში. ინვაზიური კარდიოლოგიის მიმართულებით ისმეთ მიქელაძე დინდარი იყო იმ გუნდის წევრი, რომელმაც პირველად განახორციელა კორონაროგრაფია, PTCA და სტენტირება თურქეთში. მიქელაძე დინდარი ერთ-ერთი იმ კარდიოლოგებიდან, ვინც ამ პროცედურებს ყველაზე ხშირად ატარებს ქვეყანაში. 1998 წელს პროფესორ ალექსანდრე ალადაშვილთან ერთად საქართველოს ისტორიაში პირველი კორონარული სტენტირების პროცედურა აქვს ჩატარებული. 2015 წელს ისმეთ მიქელაძე დინდარის ჩართულობით საქართველოში თურქული ინვესტიციით აშენდა ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. საავადმყოფოსთან ერთად ისმეთმა დააარსა საერთაშორისო უნივერსიტეტი და 2 ვადით იყო მისი რექტორი. ისმეთ მიქელაძე დინდარს მინიჭებული აქვს საპატიო მოქალაქის წოდება. 2015 წელს მისმა ოჯახმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. მიქელაძე დინდარი გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში. 2023 წელს ანკარაში საქართველოს საელჩომ დააჯილდოვა მედლითა და სიგელით თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის. ჩემთვისაც ასევე დიდი პატივია ჩემს ორ უახლოეს მეგობართან ერთად ამ შემთხვევაში, როგორც წამყვანი ამ გადაცემის, ქალბატონ ნინისთან ერთად, რომ მას ვინძლობთ, ვინც საფუძველი ჩაუყარეთ სწორედ ინტერვენციული კარდიოლოგიის განვითარებას საქართველოში და ამიტომ პირველი კითხვით ვიწყებ. მოგეხსენებათ ჩემზე უკეთესად, რომ ინტერვენციული კარდიოლოგია განიხილება მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის ყველაზე დიდ გარღვევათა შორის, 10 ყველაზე დიდ გარღვევათა შორის ყოველთვის მედიცინაში, რომელმაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესა ძალიან ბევრ ადამიანს. აი მოკლედ, რას გვეტყვით, ეს კითხვა ორივესთან არის და დავიწყებ ბატონ ისმეთით ინტერვენციულ კარდიოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებით გლობალურად და განსაკუთრებით თურქეთში, სადაც დღეს თქვენ მოღვაწეობთ და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი ხართ ჩვენი დიასპორის და ბატონ ალიკოს ასევე საქართველოში. როგორ ვითარდებოდა ეს ბოლო რამდენი წელია უკვე 30 თითქმის 30 წელს მიუახლოვდით, რაც საქართველოში დიახ ეს დარგი ვითარდება. ბატონ ისმეთ და შემდეგ ბატონ ალიკო. თურქეთში ისეთი ბედი მქონდა, რომ თურქეთში პირველად რომ დაიწყო კორონაროგრაფია, ბალონირება, სტენტირება, ჩემი მასწავლებელი იყო სონსის სტუდენტი ამერიკაში. სონსმა დაიწყო პირველად გააკეთა 1958-ში პირველი კორონაროგრაფია. და მისმა სტუდენტმა ჩამოვიდა თურქეთში და იყო ჩვენი მასწავლებელი და თურქეთში პრაქტიკულად ჩვენ დავიწყეთ პირველად კორონაროგრაფია და სტენტირება 80-იანი წლებში. ახლა თელ კუთხეში თურქეთში ყველა საავადმყოფოს აქვს კორონაროგრაფია და წარმატებულად აკეთებენ ყველა ცენტრში.
თურქეთის მდგომარეობა ასე. აქ ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან, როგორც მოგახსენეთ, პირველი კორონოგრაფია ჩატარდა 27 წლის წინ, შემდეგ 1997 წლის იწურული იყო და უკვე 98 წელს ჩატარდა პირველი კორონალური სტენტირების პროცედურები. ალექსანდრე ალადაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა გავლილი აქვს ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში გულის და სისხლძარღვების რენტგენოქირურგიული კვლევის მეთოდების განყოფილებაში. 1983-1989 წლებში ალექსანდრე ალადაშვილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანსნეულებათა ნომერ 1 კათედრის ასისტენტი. 1985-1989 წლებში დოქტორანტურა გაიარა ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში. ალექსანდრე ალადაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანსნეულებათა ნომერ 1 კათედრის პროფესორი. ალადაშვილი იყო ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა კათედრის გამგე. 2012-2021 წლებში იყო ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგანსნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე ბატონი ალექსანდრე ალადაშვილი გახლავთ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი და 1997 წლიდან დღემდე არის ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ალექსანდრე ალადაშვილი არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ალექსანდრე ალადაშვილი გახლავთ 60-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მაშინ არ იყო იმდენი შესაძლებლობა, როგორც დღესაა, მოგეხსენებათ, რომ ეს თანამედროვე მედიცინას და კერძოდ ინტერვენციული კარდიოლოგიას მიეკუთვნება მაღალ ტექნოლოგიურ დარგებს და ეს არის რესურსტევადი და ტექნოლოგიატევადი. ამიტომ პირველი პრობლემა იყო საქართველოში არ იყო ანგიოგრაფიული აპარატი. ამ ანგიოგრაფიული აპარატის ყიდვა იყო როგორც ასეთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. მე მინდა გავიხსენო აი საერთოდ ინტერვენციული კარდიოლოგიის ასე თუ ხარდამჭერები ეს იყო მაშინდელი სამინისტრო ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე, ბატონი ამირან გამყრელიძე, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუდგეთ იცი მაშინ ეს ეხლა ჩვენთვის ბევრი ცენტრია საქართველოში და ეს ისეთი რუტინად იქცა, მაგრამ მაშინ ეს დიდი მოვლენა იყო და დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. მით უმეტეს ბატონი ამირანი გახსოვს რა როგორი ბიუჯეტი ქონა მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს, იმიტომ რომ ჯანდაცვის სისტემა იყო აი ეს ჩამოყალიბების ესე იგი ძველი საბჭოთა უკუაგდეთ და ახალის განვითარების ეტაპი იყო, ამიტომ ფინანსირება იყო ძალიან მწირი, ამიტომ ეს ერთი ანგიოგრაფიის ყიდვა ის იყო ძალიან დიდი მოვლენა და ამან უკვე საშუალება მოგვცა უკვე დაგვეწყო ეს ინტერვენციული კარდიოლოგია. ასევე მინდა რასაკვირველია ხაზგასმით აღნიშნო ეს ერთ-ერთი ასე თქვათ აი გამწე ინიციატორი ეს ხო ქალბატონი გულიკო ჩაფიძე, რომელიც სახელსაც ახლა ჩვენი ცენტრი ატარებს. უდიდესი აი ადამიანებმა უდიდესი წვილი შეიტანეს ამ დარგის ასე თქვათ დაწყებაში. დღესდღეობით არის ესე იგი სადღაც მარტო თბილისშია 30-ზე მეტი დაწესებულება სამედიცინო საათს დგას ანგიოგრაფით აკეთებენ კორონოგრაფიას სტენტირებას და საქართველოში არის 50-ზე მეტი ცენტრი, სადაც ეს პროცედურები ტარდება. ახლა თუ შევადარებთ თქვათ უცხოეთის მონაცემებს, საქართველოს აი თავისი ამ კათეტერიზაციის ლაბორატორიები ეს არის განყოფილება, სადაც ტარდება ეს ინტერვენციები და კორონოგრაფია. არის მე მგონი მსოფლიოში პირველ ადგილზე მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით. მაგალითად საქართველოში 1 მილიონზე არის 14-ზე მეტი ლაბორატორია, კათეტერიზაციის ლაბორატორია. გერმანიაში არის 7, 1 მილიონ მოსახლეზე. ევროპის ქვეყნებში, როგორც საფრანგეთი, ინგლისი, იქ არის 3-4, 1 მილიონ მოსახლეზე. ასეთი სიჭარბეა. ასევე ბევრი ყავს ექიმები, კარდიოლოგების რაოდენობის მიხედვით სოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ხა ამის მსჯელობა ეს კაია ცუდია, ეს ხა ჩვენი რაოდენობა არის. ჩვენთან არის უფრო მეტი, რას გვეუბნება ბატონ ალექსანდრე სტატისტიკურად? ნუ ეგ არის ალბათ უფრო ორგანიზაციული, ასე თქვა, იცით როგორ არის საერთოდ ასეა რომ მაღალ ტექნოლოგიური მედიცინა უნდა იყოს დიდ ცენტრებში კონცენტრირებული. იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი იქ არის გუნდური მუშაობას მოითხოვს. ინტერვენციული კარდიოლოგია ცალკე ასეთი ვერ იფუნქციონირებს თუ არ არის კარგი კარდიოლოგიური სამსახური, თუ არ არის გადაუდებელი კარდიოლოგიური სამსახური. ეს კარგი მარტო მაშინ არის თუ არის დიდი გუნდი.
დიდი გამოცდილების გუნდი და არის რამდენიმე საკმაოდ რაოდენიმე სპეციალისტი, იმიტომ რომ აქ მუდმივად ასთა სხვაობა, სხვადასხვაობა, მსჯელობა მიდის, არის მედიცინაში და კარდიოლოგიაში არის ეგეთ hard team, ქვია, გულის გუნდი. ანუ რატო ვთქვით რომ ჯობია რომ შენ აზრი ესია ბატონისმეც ვკითხავ ბატონისმეც როგორ გავაკეთოთ რანე როგორ ჯობია შეიძლება ამირანი დაგვეხმაროს ბატონი ამირანი და ეს უფრო ის არის გამიგეთ ხარისხი ასე მადავს როცა ეს არ არის ესეთი მე სწავლების თვალსაზრისითაც მაგერია გარდა ამისა მნიშვნელობა დატვირთვას აი უცხოეთში ერთ-ერთი კრიტერიუმია თქვა ხარისხის კრიტერიუმი არა მარტო კათეტერიზაციის ლაბორატორიის არამედ ქირურგიული აქტივობის ყველანაირის რომ წელიწადში რამდენი კეთდება იმიტომ რომ რაღაცა ესე იგი ავიღოთ მაგალითად პიანისტი ავიღოთ ხო თუ რაღაც n რაოდენობა საათ დღეში არ უკრავს ეხლა მე კონცერტზე რო გავიღო ვეღარ დაუკრავს და იგივე სპორტი მეცინაც ესეა თუ მუდმივად არ არის ადეკვატური დატვირთვა არა მარტო ექიმისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის, ექთნებისთვის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ჩემი აზრით, ნუ უნდა იყოს ალბათ უფრო კონსოლიდირებული, ნუ დიდი ცენტრები უნდა იყოს, სადაც მე საქმე იმაშია, რომ დიდი ცენტრების მუშაობა უფრო რენტაბელურია. გეტ, იმიტომ რომ ხარჯ-ეფექტური ხდება უფრო. ასე თქვა. ამას ვეკითხებოდით ბატონის მეცაც აი რომ თურქეთში როგორ აქვს ორგანიზაცია ამ კითხულობდით რომ როცა დაიწყო პირველად ბევრი იყო მე თანდათან შემცირდა იმიტომ რომ ბევრი ცენტრი გაიხსნა თავიდან თურქეთის კონტროლის გარეშე გაიზარდა ცენტრების რაოდენობა მაგრამ ახლა მაინც ცოტა დაგვიანებით შეზღუდვა დაიწყო თუ ნებართვა არაძლევს თავრობა იქა ახალი იგი ვერ იხსნება უკვე ასეთი პროგრამა დაიწყო რა თქმა უნდა ბატონ ალექომ ამბობს ინტერვენციული კარდიოლოგია ძალიან იგია სიცოცხლეზე ძალიან ახლოს იგი არის და ამიტომ სუნთეზე უფრო საჭირო არის ეს დისციპლინა ეს ბუნდური მუშაობა ძალიან საჭირო არის ყველა დარგზე საჭირო არის მაგრამ ჩვენი მასზე უფრო ბატონო ისმენთ აქვე გკითხავთ კარდიოლოგიური აი ამ ჩარევების სტატისტიკასაც თურქეთის მაჩვენებლები როგორი არის და მათ შორის საქართველოს აი შედარება რომ გავაკეთოთ რამდენად ხშირია ეს ჩარევები ორივე ქვეყანაში მათ შორის და წარმატებული და ასევე არაწარმატებული შედეგებიც როგორი არის მათი თანაფარდობა დაახლოებით შუა იმაში თურქეთის ციფრებიც არის ჩვენთანაც ყველა ხალხს უნდა მის ცენტრში, მის რეგიონში, ქალაქში იყოს კორონაროგრაფიის ცენტრი, ბალონის ცენტრი, მაგრამ რა თქმა უნდა ეფექტური არ იმას ექცევა. მე ვეთანხმები ბატონ ალექოს ეს უფრო ორგანიზირებული უნდა იყოს უნდა. მაგრამ ცოტა კონტროლის გარეშე თურქეთშიც ისე განვითარდა. ჩვენთან როგორ არის სტატისტიკური მაჩვენებლები? ჩვენთანაც საკმაოდ აქტიურად რაოდენობის მიხედვით წელიწადში მე მგონი დაახლოებით ზუსტად სადღაც 13-14000 კორონაროგრაფია კეთდება და სულ მთელ საქართველოში და სადღაც თუ არ მეშლება 6000-6500 კორონალური სტენტირება. ეს არის საშუალოზე ცოტა ასე თქვა, ცოტა მაღლა. ეს რაოდენობა, იცით რა, საშუალო ევროპულზე უფრო მაღალია. მთლიანობაში საკმაოდ კაი დონეზეა. ხო, ეს დარგი, ისეთი დარგია ჩემს ზოგადად ვიცით, რომელიც სწრაფი ტემპებით განვითარდა ჩვენთან საქართველოში და დარგი, სადაც ყველაზე ნაკლები პაციენტი დღეს გადის გარეთ, ასე ვთქვათ. ანუ მოთხოვნილება ძირითადად კმაყოფილდება იმ რაოდენობით, იმ ხარისხით, რაც ქვეყანაში გვაქვს. მე მახსოვს 90-იან წლებში გასვლა ძალიან დიდი იყო და ამიტომაც მოხდა მაშინ სერიოზული ინვესტიცია, რომ დარგი ადგილზე განვითარებულიყო. აი დღეს ახლა როგორც ვთქვით და ჩემზე უკეთესად იცით, რომ ის ყოველთვის განიხილება დღეს ყველაზე დიდ გარღვევათა ათეულში. მხედველობაში მაქსიმეს ინტერვენციული კარდიოლოგია, ანუ სტენტირება და ასე და ასე შემდეგ ბევრი. დღეს რა სიახლეებს ველით კიდე აი ვთქვათ განვითარების თვალსაზრისით რა იქნება ამ მიმართულებით და ბატონ ალიკოსთან რა არა გვაქვს ჩვენ ისეთი დღეს რომელიც გვინდა რომ განვავითაროთ აი ამ მიმართულებით კორონაროგრაფი და იმის მერე სტენტირება ბალონირება ძალიან ორდინარული პროცედურა გახდა
ახლა სხვა ზარღვებზე, მაგალითად აორტის გაფართოების მდგომარეობაზე, ასე ინტრავასკულარი სტენტები ძალიან პოპულარულად მიდის. ძალიან განვითარდა ეს თემა. სარკმელებზე ჩარევა კიდევ თავი მაგალითად ახლა ტრიქვისფრითურ სარკმელზეც ტრიკლიპი კეთდება. მიტრაკლიპი თურქეთში მაგალითად ძალიან ბევრ ცენტრში კეთდება. ცოტა კორონოგრაფია და სტენტირება იგი დარჩა. ძველი პროცედურა დარჩა. ახალი დარგები ვითარდება ძალიან. სწორი თქვა, ბატონო მისმენდა, ესე იგი კორონოგრაფია და კორონოსტენტები რუტინაა. უკვე გუშინდელი დღეა, ვითომ თუ არა, გუშინდელი დღე არა, ეს არის ძირითადი. ყველაზე ის რაც რეალურად და ყველაზე მეტად ჭირდება კარდიოლოგიურ პაციენტს, წვავეს და ქრონიკულს. მაგრამ არის ახალი მეთოდები, რომელიც ეცეთ როგორ არის აუმჯობესებს, თქვათ, ამ რაღაც გარკვეულ ბენეფიტებს ამატებს ამ კორონოგრაფიის სტენტირებას განსაკუთრებით, მაგრამ ეს ყოველი ახალი იმდენად ძვირია. მოგეთ, რომ ესე იგი რეალურად აი პრაქტიკული ჯანდაცვისათვის რაც არის კორონალურ პათოლოგიაში საქართველოში არის და კარგად ფუნქციონირებს. ახლა არის თქვათ აი FFR-ი, თქვათ არის ინტრაკორონალური ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელთა ძალიან დეტალურად ნახულობ სიზარვის შიგნით კედელი როგორია, შევიწროება. ეს არის, მაგრამ ეს ისეთი ძვირია ჩვენი პირობებიდან გამომდინარე და უცხოეთშიც ამაზე წუწუნებენ, რომ ეს ძალიან გააძვირა ჯანდაცვის ხარჯები. რომ ესე იგი კი რაღაც უკეთესია, მაგრამ აი cost benefit ესე იგი ხარჯ-ეფექტურობა ამ ახალი მეთოდებისა ცოტა მით უმეტეს ჩვენისთანა შემოსავლი GDP-ის ქონე ქვეყნისათვის ცოტა ისეთი არის. რასაკურველია არის ახლა ასე რომ კორონალური პათოლოგია რაც არის პრაქტიკულად აი პრაქტიკული ყოველდღიური იმისთვის საკმარისია ამ ეტაპზე იმ დაფინანსების გათვალისწინებით. ახლა რაც შეეხება დაფინანსებას. დაფინანსებას თუ შევხედავთ, აი აქ არის დიდი, არ ვიცი ეს პრობლემაა, ну, ესე იგი ჩვენთან აი მაგალითად კორონოგრაფია, სადღაც ჩვენი კორონოგრაფია ღირს სადღაც $300 შეიძლება ხო თქვა, $320-330. თურქეთში რამდენია? დაახლოებით ისეა. გერმანიაში არის სადღაც $2000 და მეტი. ამერიკაში საერთოდ $10000-მდე. მოგეთ ასე რომ, ну აქ მარტო პროცედურა კი არის, თავის ჰოსპიტალიზაციის ხარჯები. ასე რომ ამას აქვს მნიშვნელობა, ხო? რაც უფრო მეტი ფული გაქვს, უფრო მეტი, თქვათ, უკეთესი იგივე სტენტირების პროცედურა არის, გაცილებით უფრო ძვირი, თქვათ, უცხოეთში ვიდრე ჩვენთან. ეხლა ახალი არის აი მეთოდები, განსაკუთრებით პერსპექტიული არის სარკმლების ტრანსკათეტური მეთოდით. ანუ ღია მეთოდით გაჭრა აღარ უნდა კათეტერი სიზარვიდან შედიან და ერგავენ განსაკუთრებით ყველაზე ქირურგები რომ აგეთებდა, მაინც იმაზე ყველაზე კარგად არის, ეხლა ფართოდ არის დანერგილი და განვითარებული აორტის სარკმლის აორტის სტენოზების დროს იმპლანტაცია. ვაკეთებთ ჩვენ ახლა. კეთდება ძალიან ცოტა. არის რამდენიმე ცენტრი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად აკეთებს, მაგრამ საქმე პრობლემა რაშია, იცით რომ ესე იგი თვითონ ეს მოწყობილობა არის საქართველოში მე რამდენადაც ვიცი, აი ბოლო ჩვენც გვინდოდა რაღაცა ფასებს, სადღაც $17000 მარტო მოწყობილობა რო იყიდო. ნუ ეს თულია და ისეთი ნუ დღეს ყოველ შემთხვევაში ესეა. და აორტის სარკმლის პროტეზირება ქირურგიული მეთოდით არის სადღაც $6500. ანუ სამჯერ მარტო მოწყობილობა თითქმის სამჯერ უფრო ძვირია ვიდრე მთლიანი ოპერაცია თავის სარკმლით. ეხლა ეს თავი ახალი უცხოეთში რატო განვითარდა? იმიტომ რომ იქ თვითონ ქირურგიული ოპერაციის ფასი არის მაღალი. და როცა გადაწყვეტილების მიღება, რომელი გავაკეთოთ, თქვათ, ქირურგია თუ თავის დაახლოებით ერთი ფასია. და იქ უკვე არის იმაზე, რომელი უფრო კონკრეტული პაციენტისთვის, რომელი უფრო ხელმისაწვდომია. და ძირითადად ეს სარკმლები მაინც არის მოხუცე 75 და 80 იმისთვის. ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რა უნდა გავითვალისწინოთ მაშინ როგორც ქვეყანამ და ან რა რეკომენდაციები და მათ შორის გზავნილები შეგვიძლია რომ გავუგზავნოთ ჩვენი გადაცემის საშუალებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ნუ ალბათ გადახედვას მოითხოვს ტარიფები. რეალური ფასები უნდა იყოს, იმიტომ რომ კაი, ნუ ერთია რომ შეიძლება გასხვავებული იყოს სახელმწიფო ფონდში და რაღაცას გადასახადებში, მაგრამ ეს მასალების ფასი რეალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ამ ტარიფებში, იმიტომ რომ სხვანაირად
ჯერ ხარისხიანს ვერ იყიდი, არის ახლა თვითონ მასალა ბევრნაირი ხარისხისა ახლა და რეალურად იმ დაბალი ხარისხისაც მაღალ ტექნოლოგიურ ვერ არ ყოფნის ის დაფინანსება, ძლივს ყოფნის რა. ხო და უხდება სულ რაღაც ასე თქვა დიდი ეკონომიები და ასეთ პირობებში, ასე განვითარებაზე როგორც ითქვა, როგორც მე ხა მოდაში მდგრადი განვითარებაზე ცოტა დროზეც მიმბულია ცოტა მე მახსოვს მაგალითად წამლიანი სტენტები პირველად რომ გამოვიდა დაახლოებით $5,000 იყო. ახლა შეიძლება $200 იყოს, $250 იყოს. შეიძლება მომავალში უფრო გაიეფცეს ეს პროდუქტებიც, ნახოთ. თავარია ასეთი ტექნიკა, ასეთი მეთოდი არის. და ვითარდება. კი ბატონო. და ბოლო კითხვა მაქვს ბატონ ისმეთთან ასეთი რომ ვიცით რომ რა სიყვარული გაკავშირებთ თქვენს სამშობლოსთან და თქვენს ქვეყანასთან და რაოდენ ყურადღებას აქცევთ ჩვენგან ჩასულ თურქეთში პაციენტს, რამდენად ეხმარებით მათ. არა მარტო მედიცინის თვალსაზრისით, არამედ თქვენი ფილმი მაქვს ნანახი, რომელიც გადაიღეთ საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებზე. ახლა ჩვენ გადაცემაში შემოსვლამდე ვსაუბრობდით კიდევ იმ ურთიერთობებზე, რაც თურქეთში არსებულ ქართულ დიდ დიასპორას აკავშირებს, მაგრამ აქ ერთ-ერთი წინამძღოლი ამისი თქვენ ბრძანდებით. აი რას გვეტყვით იმ განვლილ 50 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს კავშირი. როგორ უდგეხართ მოკლედ, რომ მაინც იცოდეს მოსახლეობამ თქვენს ქვეყანას გვერდში და რას გეგმავთ კიდე, რა გეგმები გაქვთ? ძალიან დიდი მადლობა. მე არა მარტო ჩემთვის შემოვდივარ საქართველოში, მე თურქეთში ვარ მე-4 თაობა. ჩემი წინაპრები რომ ჩავიდეს თურქეთში, სულ გეგმა ხონდნენ რომ ახლა დავრუნდებით, ხვალ დავრუნდებით, ეგ დავრუნდებით, მაგრამ დაახლოებით 140 წელიწადი კი არა ვერ დაბრუნდეს. მე რომ პირველად დავიწყე ეს ურთიერთობა, თქვენ გაგიცანე, ბატონი ავტო გავუცანე, ერთად გავაკეთეთ ეს პროცედურები. ჩემი მამა იყო დაახლოებით მაშინ 85 წლის. და სულ იმას ექცეოდა შვილო ყურადღებით ეშინიოდა რამე არ იყოს. იგივე მე გახდა 95 წლის. და ბოლო მოთხოვნა ჩემგან იგი იყო შვილო მეც ამიყვანე. ჩამოყვანე ბობოკვატში ერთი 2 თვე ვაცხოვრე მაინც. რომ დაბრუნდა 6 თვის მერე გადაისვალა და აქედან სხვა ადამიანმა დაბრუნდა. ისე ბედნიერი, ისე გახარებული რომ მისი სამშობლო მე მაგალითად ქობულეთიდან წასული იყვნენ ჩემი წინაპრები. ქობულეთში ჩამოსვლამდე იქა ყველა მდინარე, ყველა მთა, ყველა სოფელი სახელები ვიცოდი. და რომ ჩამედე და იგივქენე ნახე რომ სუნთელი ვიცი. ისე იმით სიტყვირა სულ აკორბას ახსენებდა. ამიტომ საქართველოში ჩამოსვლა მართლა ჩემთვის ზეიმია სულ. მე იგივეს ადგილზესაც ცხოვრობ. მე დიდი სიხარულით გავაკეთე, აქამდე რა გავაკეთე, მომცა საშუალება უფალმა ერთად მართლა ბატონ ალექოის ერთად იმის გამოცდილებაც ხონდა ბატონას ყველაფერი იგი მე ცოტა მაინც ახალგაზრდა ვიყავით ვორვე და ერთგვანებს ძალა მიეცით. პირველად იგი სტენტირება გავაკეთეთ. და იმის საშუალებით ასეთი ადამიანები გავიცანე, ბატონო ავტო ჯორბენაძე შარშან გადაიცვალა. იმ დღეიდან დაწყებით ჩემი ოჯახის მეგობარი გახდა. ძალიან მიხარიოდა. მე ბათუმში ძალიან თანამედროვე ერთი საავადმყოფოს გახსნის საშუალება ნახე. არა ჩემი ფულით გაკეთებული, მაგრამ ჩემი ორგანიზაცია იყო. ბიზნესმენები ჩამოუყვანე, ტექსტილის ქარხანა გახსნეს ძალიან დიდი, ბათუმში ძალიან დიდი შენობა გავაკეთებია და მე მის გვერდზე საავადმყოფო. მე საავადმყოფოს გვერდზე ბაუ ინტერნეშნალ უნივერსიტეტი გავხსენით. ბაუს ყველა ბათუმის უნივერსიტეტი ისე იმას ექცევა, მაგრამ ბაშეშერის უნივერსიტეტის ერთი ფილიალია. ორი პერიოდი დაახლოებით 5-6 წელიწადი რექტორად ვიმუშავე ბათუმში. ჩემთვის ძალიან სასიხარულო პერიოდი იყო
ახლა მომავალზე შემიძლია რა გავაკეთები კი არ ვიცი, მაგრამ სუნთეზე დიდი პროექტი იგი მაქვს, რომ შვილიშვილი ცხოვრობს თბილისში. მეორე კლასშია ახლა. ჩემზე უკეთესად დაბარიღობს ქართულს. იმაზე უფრო დიდი პროექტი არ ვიცი. საბჭოთა კავშირის მედიცინის ცენტრი იყო საქართველოს. კიდევ იქნება. ცოტა დახმარება უნდა. ნიჭი გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. მე საზღვარგარეთ ვინ არის ძალიან წარმატებული ჰექიმები ყავს საქართველოს. იგი მათ ცოტა მაინც აქაც რაცხები გააკეთონ, მინდა რა ვიცი. დიდი მადლობა ამ საშუალება მომეცით. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. პასუხებისთვის და ხო, ჩვენც ვცდილობთ, რომ მუდმივად ჩავრთოთ ჩვენს გადაცემებში ქართული სამედიცინო დიასპორა. ხო, ნუ ეს არის ჩვენი გადაცემის სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ აი თითქმის ყველა გადაცემაში უკვე მე მგონი 13 თუ 14 გადაცემაში ყავდა უკვე ჩართული დიასპორის წარმომადგენლები, მაგრამ ნუ ბატონი ისმეთი ერთ-ერთი ჩვენი გამორჩეულია და მინდა რომ ჩემო ბატონო ისმეთ მეტი ახლა რაც ვისაუბრეთ კიდე სხვადასხვა დარგებში თქვენი ქართველების მემხელველობაში მაგ ჩართვაზე იქნება ძალიან კარგი და ამ გადაცემის ერთ-ერთი ნოუ-ჰაუ. კი, ნამდვილად. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მსჯელობისთვის. მადლობა რომ მიყავით ჩვენთან ერთად. ისმეთ მიქელაძე, მდინდარი კარდიოლოგი, პროფესორი და მალტეპე უნივერსიტეტის წარმომადგენელი იყო ჩვენთან ერთად და ასევე ალექსანდრე ალადაშვილს მასპინძლობდით ჩაფძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ასევე პროფესორს.